მოვამზადოთ უგემრიელესი ქაბაბი ნაკვერჩხალზე ან ღუმელში. წინა დღეს გატარებული ღორის და საქონლის ცხიმიანი ხორცი დავახეთქოთ ხის დაფაზე ან მაგიდაზე მინიმუმ 20 ჯერ. კარგად დამუშავებულ ფარშს დაუმატოთ სახეხზე გახეხილი და გაწურული ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, წითელი წიწაკა, ძირა, შავი პილპილი და მარილი. ფარში კარგად მოვზილოთ 10 წუთის განმავლობაში და გავაციოთ მაცივარში. სანამ ფარში მაცივარშია, ავანთოთ ცეცხლი. მოვაგუნდაოთ ფარში და წყალში დასველებული ხელით ავაგოთ შამფურზე. ჭიდროდ დავაფიქსიროთ, რომ ცეცხლში არ ჩაგვივარდეს. შამფურზე აგებული ქაბაბი დავდგათ ცეცხლზე და შევწვათ ორივე მხრიდან. ძალიან არ უბრაწავ, რომ ქაბაბი არ დაიცალოს ცხიმისგან. გადავიტანოთ ჩვენი წვნიანი ქაბაბი დაფაზე. ზემოდან მოვაყაროთ ხახვი, კოწახური, მწვანილი და მივირთვათ სლობოდას უგემრიელეს მწვადის კეჩუპთან ერთად. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. მე დაგემშვიდობებით შემდეგ გემრიელობამდე.